Daxlobi ჩვენთვიანი გამოძიების შემდეგ საქმეში უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება ყოფილი გენერალური პროკურორის ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის ოთარ ფარცხალაძის და მისი უახლოესი გარემოცვის წევრების წინააღმდეგ სანდრო წივწივაძემ კაცმა, რომელსაც ხელბორკილები იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე დაადეს ალაპარაკება გადაწყვიტა და გამოძიებას ახალი ჩვენება მისცა. ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს მას იარაღები მოპარეს და დავით მიქაძეს გადასცეს და ეს ინფორმაცია სანდრო წივწივაძეს ჰქონდა, თუმცა იმის გამო რომ მიქაძეები ქვეყანაში დიდი გავლენებით სარგებლობენ, მან ვერაფერი გააკეთა და პოლიციაში განაცხადი შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ მას იარაღები მოპარეს. სანდრო წივწივაძის გარდა საქმეში დევს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება სანდრო წივწივაძის ოჯახის წევრის, რომელიც ყვება, რომ მას კონკრეტული საქმე ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ფარცხალაძე არანაირ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებდა, ის იღებდა არაფორმალურ გადაწყვეტილებებს და როდესაც აღნიშნულ ქალბატონ სანდრო წივწივაძის ბიცოლას უნდოდა ბათუმში საბაჟო პუნქტის გახსნა, მივიდა ოთარ ფარცხალაძის ოფისში საიმსოდ, რომ ამ საკითხზე ესაუბრა. ამ ოფისში მას დახვდა დავით მიქაძე და ამ დროს მოწმეს და სწორედ დავით მიქაძეს შორის შედგა საუბარი სანდრო წივწივაძისთვის მოპარულ იარაღებთან დაკავშირებით. საუბარს დაესწრო ოთარ ფარცხალაძეც, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ყველა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იგეგმებოდა სავარაუდო დანაშაული წინასწარ ჰქონდა. მამუკა ჟიჟილაშვილმა სეიფებისა და იარაღების წაღების ფაქტი თავდაპირველად უარყო, ხოლო შემდეგ, როდესაც დაჟინებით მოუთხოვე, რომ მის გარდა სხვამ არავინ არ იცოდა იარაღების შესახებ, სწორედ ამ დროს მითხრა, რომ იმასთან არის. როდესაც ვკითხე, ვის გულისხმობდა, მამუკამ მითხრა, რომ იარაღები იყო დავით მიქაძესთან. აქვე აღნიშნავ, რომ მე დავით მიქაძესთან და მის ძმასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. თავიდან გამეჩნდა განცდა, რომ მამუკა ჟიჟილაშვილი მატყუებდა, ვინაიდან მისთვის ძმები მიქაძეები წარმოადგენდნენ გავლენიან პირებს. აქედან გამომდინარე, მე ვერ გავბედავდი დავით მიქაძესთან მისვლას და იარაღების მოკითხვას. მე და მამუკა ჟიჟიაშვილი მივედით უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე საშხაპეში, სადაც იმყოფებოდა დავით მიქაძე. მე დავით მიქაძეს ვკითხე ჩემი იარაღების თაობაზე, რომელმაც ირონიული ღიმილით მიპასუხა, რომ იარაღები იყო მასთან. ამ დროს იგი ჩქარობდა და მითხრა, რომ მოგვიანებით გაგვესაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პოლიციაში წასვლამდე მე მამუკას ვკითხე, როდის აიღო ჩემი იარაღები და მან მითხრა, რომ როდესაც მე საფრანგეთში წავედი, რამდენიმე დღეში წაუღია მამუკა ჟიჟიაშვილს 3 ცალი სეიფი, რომელშიც მოთავსებული იყო 7 ცალი იარაღი. 2020 წლის ზაფხულის პერიოდში ბათუმში მე ვაპირებდი საფოსტო ამანათებთან დაკავშირებით საბაჟო ტერმინალის აშენებას და აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად კოლმეურნეობის მოედანზე ეგრეთ წოდებულ პირიმზეში მივედი ყოფილ გენერალურ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან ოფისში. ადგილზე ასევე იმყოფებოდა დავით მიქაძე. აღნიშნული საუბრის დროს დავით მიქაძემ მითხრა, რომ ხელს არ შეგიშლით მშენებლობის პროცესში. ამის შემდეგ დავით მიქაძეს ვუთხარი, რომ ვიყავი სანდრო წივწივაძის ბიცოლა და ვკითხე, თუ სად იყო დაკარგული იარაღები. ასევე დავით მიქაძეს ვუთხარი, რომ ეს ინფორმაცია მე მამუკას ჟიჟილაშვილმა მომაწოდა. საუბრის დროს დავით მიქაძემ ჟესტიკულაციით მანიშნა და მითხრა, რომ არ მენერვიულა მაგ თემაზე, იმიტომ რომ იარაღები ჩვენთან არისო. ოთარ ფარცხალაძე ამ საუბარში არ ჩარეულა, თუმცა ყველაფერი ესმოდა. 2023 წელს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მამუკა ჟიჟილაშვილმა თავი მოიკლა სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღებიდან და მოგვიანებით გავიგე, რომ მამუკა დიღმელაშვილი დაუკავებიათ სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღით. სანდრო წივწივაძის წინა სასამართლოს ხდომა 9 ოქტომბერს არის ჩანიშნული და შესაბამისად უფრო მეტ ინფორმაციას არ არის გამორიცხული, რომ წივწივაძე უკვე მოსამართლეს სწორედ 9 ოქტომბერს განსასჯელის სკამიდან მიაწვდის. იქამდე კი ჩვენ ვესაუბრეთ სანდრო წივწივაძის ინტერესების დამცველს, რომელმაც განმარტა, რომ სანდროს დაკავების პირველივე დღიდან ის ამტკიცებდა სწორედ იმას, რომ შეუძლებელი იყო წივწივაძის რაიმე კავშირი ჰქონოდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან, რადგან იარაღი, რომლითაც
ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირჯეთ ჩაცხრილეს სანდრო წივწივაძეს 2019 წელს მოპარეს. ახლა დაცვის მხარის მთავარი ინტერესი არის ის, რომ საქმეზე დადგეს რეალური ჭეშმარიტება, რომ პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, რომლებმაც ჯერ სანდრო წივწივაძეს მოპარეს იარაღების, შემდეგ კი დანაშაულები ჩაიგდნეს აღნიშნული იარაღით, რადგან 7 იარაღია მოპარული წივწივაძის სახლიდან, როგორც ადვოკატი განმარტავს და აღნიშნული იარაღების სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. მათ შორის წივწივაძის ადვოკატი მიუთითებს სწორედ ოთარ ფარცხალაძის უახლოეს გარემოცვაზე და თავად ყოფილ გენერალურ პროკურორზე, რომლის სახელი და გვარი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ოფიციალურად უკვე გაჟღერდა. ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით მოეხდინათ სანდრო წივწივაძის მონაწილეობა ჯანგველაძის მკვლელობაში. იყო იარაღებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მრავალი წლის წინ, დაახლოებით 5-6 წლის წინ მოპარეს. შესაბამისად, ეს მოპარული იარაღები რა ფორმით და რა გზით მოხვდა უკვე სხვა პირებთან, ეს ჩვენთვის, სანდროსთვის და უცნობი არის. რიგი ფსევდოჟურნალისტები, მოკლედ, თავიანთ სოციალურ ქსელში აქვეყნებენ უამრავ სრულ ინფორმაციას. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციები ადასტურებენ იმას, რომ რაღაც შემხებლობა აქვთ მიქაძეებს და ფარცხალაძეს. სხვა საქმე, რომელსაც ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა არაერთი ადამიანის კარიერული უკუსლა, ფაქტია, რომ მიდის იმ მიმართულებით, სადაც შესაძლებელი არის, რომ დადგინდეს სიმართლე. ის პირები, ვინც ამ შემთხვევაში ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ ადვოკატების, თავადვე სცემენ პასუხს, რომ მხოლოდ დამნაშავე პირები ცდილობენ მართალი ადამიანების დისკრედიტაციას. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით. საქმეს შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაციაც კი არ ჰქონდა, თუმცა უკვე ბოლო პერიოდია პროცესი დაიძრა. ახლა ლევან ჯანგველაძის ოჯახი ელოდება იმას, როდის მიეცემა პასუხისგებაში პირი, რომელიც არის აღნიშნული მკვლელობის შემკვეთი, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის მოხსენიებული ის პირები, რომლებიც არაერთი მოწმის მხრიდან არიან დასახელებული, გაჟღერებული და სავარაუდო შემხებლობა სწორედ შეიძლებოდა რომ ქონოდათ მათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან გარკვეული ბიზნეს ინტერესების და დავის გამო და ახლა მთავარი კითხვა არის სწორედ ის, რატომ არ ინტერესდება საგამოძიებო უწყება ოთარ ფარცხალაძით, რადგან მისი გამოკითხვის ოქმი საქმეში ამ დრომდე არ დევს.